უწყვეტი პროტესტის 84 დღეა, მადლობა. პოლიტიკას უნდა ქმნიდნენ ის ადამიანები, ვინც არასდროს არ დანებდა რეჟიმს. გამარჯობა, მე ვარ ნინო გოგინაშვილი, პარტია ახალის პოლისაბჭოს წევრი და ასევე კულტურის და აწუყე სპორტის ოფისის ხელმძღვანელი. როგორც პოლიტიკოსი, გამომდინარე იქიდან, რომ კულტურის და სპორტის მიმართულებას ხელმძღვანელობ, განათლებით ვარ ხელოვნებაცოდნეობის მაგისტრი, ამიტომ კულტურის სფერო ჩვენთვის ძალიან ახლობელია. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება წიგნის საგამომცემლო მიმართულებით. ვიყავი თბილისის სააუქციონო სახლის ართ-დირექტორი, ვიყავი საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი. ცხადია, პარტიაშიც ვაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას, სპორტის ნაწილში ჩვენ გვეხმარება ჩვენი ასევე პოლისაბჭოს წევრი ზურიკო დათუნაშვილი. ჩვენი დღის წესრიგის დიდი ნაწილი ასევე მოცული აქვს საპროტესტო აქციებს და ჩვენ ყავს ძალიან ბევრი უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქე. იმის მიუხედავად, რომ ისინი არ წყვეტენ თავისუფლებისთვის ბრძოლას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანებს სინამდვილეში ძალიან ვიჭირთ, იმიტომ რომ ესენი არიან თავისუფლების მოყარე ადამიანები, რომლებიც საკუთარი სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯებიან დღეს. და ამ ადამიანებისთვის დღეს მაგალითად პენიტენციური სისტემის სათაო ოფისში, ასე ვთქვათ, მივიტანეთ 30 წიგნი, რომელიც სხვათა შორის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ სრულიად უსასყიდლოდ გვაჩუქა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მე თავად ვიმუშავე კულტურის ჯგუფთან ერთად, არის დაფინანსების საკითხი. დაფინანსება უნდა მიემართებოდეს შემოქმედებით ნაწილს, უნდა იყოს პროექტის მიხედვით დაფინანსება. ფინანსები იხარჯება სამხატვრო ხელმძღვანელის ანაზღაურებაზე და პატარა თეატრები ამ შემთხვევაში ძალიან იჩაგრება. პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილების დღე მახსოვს ძალიან კარგად. ეს იყო 2023 წლის დეკემბერი. მანამდე ჩვეულებრივ, როგორც ყველა კარგი მოქალაქე, მეც ვიყავი აქტიური მოქალაქე. დავდექი არჩევანის წინაშე. ერთ მხარეს იდო ჩემი დიდი ხნის ოცნება მესწავლა ლონდონში და კიდევ ერთხელ მე არჩევანი გავაკეთე საქართველოში დარჩენაზე. ჩვენ ქართული საზოგადოება მიზანს მივახცევთ და საქართველო გახდება დემოკრატიული სახელმწიფო.